საუბარს ვიწყებთ სტუმრებთან ერთად იშვიათი და მძიმე გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებზე. ერთი წელია, რაც მშობლები საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში ძვირადღირებული მედიკამენტების შემოტანას თხოვენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე გენეტიკური დაავადებაა და ის ლეტალურად სრულდება. ამ დაავადების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წელია. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ახალი მედიკამენტები პაციენტების სიცოცხლეს 30-დან 40 წლამდე ახანგრძლივებს. გუშინ ჯანდაცვის მინისტრს არაერთი განმარტების გაკეთება დასჭირდა და განმარტებების მიუხედავად უფრო მეტი ბუნდოვანება დატოვა მინისტრმა, ვიდრე პასუხები მიიღეს მშობლებმა, რომლებიც ერთი წელია მედიკამენტს ითხოვენ ბავშვებისათვის. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 100-მდე პაციენტისთვის მედიკამენტების შეძენა წლიურად საშუალოდ 100 მილიონ ლარამდე დაჯდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, თუმცა მისივე თქმით დაფინანსებაზე უარის მიზეზზე. არა თანხის დაზოგვა, არამედ სამედიცინო დასაბუთების ნაკლებობაა. ყველასთვის ერთი და იგივე წამალი რელევანტური არ არის. აი ყველა სხვადასხვას თუ გავითვალისწინებ და არაერთგვაროვანი ფასები არის მაგალითად წამალი, რომელსაც ერთჯერადი ფუნქცია აქვს, ერთხელ უნდა გაკეთდეს, თუმცა აი მათ შორის არის ის წამალი, რომელზეც ვისაუბრე, მანამდე და უსაფრთხოების პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში მისი ღირებულება, როგორც მოგახსენეთ, 3.200.000 დოლარია. არის წამლები, რომელიც ყოველწლიურად გამოყენებას საჭიროებს და არის დაახლოებით 700.000 დოლარი ყოველწლიურად გადასახდელი. ნუ რა თქმა უნდა, რომ ეს არის ფასები, რომელიც არის ასე ვთქვათ, საწყისი ფასები. შეიძლება ამას მცირე კლება ჰქონდეს, ან მნიშვნელოვანი კლება ჰქონდეს, მაგრამ ასეთ რიცხვებზეა საუბარი. ეს ბუნებრივია, რომ ნიშნავს იმას, რომ თუ კი საშუალოდ ჩვენ მიანგარიშებთ მაგალითად ერთ პაციენტზე საშუალოდ რა რაოდენობის დანახარჯი შეიძლება იყოს საუბარი, ეს დაახლოებით უტოლდება თუ კი მთლიანად გავითვალისწინებთ საშუალოდ დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე. თუ კი ყველას იქნება ყველასთვის შესაბამისი მედიკამენტი შეძენა. რა არის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი? წამლის ფასი, მისი ღირებულება თუ თვითონ წამალი. რა არგუმენტები აქვთ მშობლებს? მინისტრის გუშინდელ პრესკონფერენციაზე მოვისმენთ დღეს ჩვენი სტუმრებისგან ქეთი ეხვაია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტის მშობელი და ასევე აზა თავაძე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტის ბებია შემოკვეთნენ საქმიან დილა სტუდიაში. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში თქვენი პოზიციით, მოვისმენთ და საქმიან მაყურებლებსაც მოვასმენინოთ თქვენი პოზიცია გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ. ერთია რომ იმაზე მეტი კითხვა დაგროვდა გუშინდელი პრესკონფერენციიდან, ვიდრე პასუხები მივიღეთ, მათ შორის საზოგადოებამაც. თუმცა თქვენ რა არგუმენტი გაქვთ, რა პასუხი გაქვთ გუშინდელი მინისტრის აი ამ გაკეთებულ განცხადებებზე? გუშინ მინისტრმა დიდი სიცრუე განაცხადა, რომ თითქოს დარეგისტრირებული არ არის წამლები და ვითხოვთ რაღაც არარეალურს. საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში. ჩვენც გვიკავშირდებიან ახლობლები და გვეკითხებიან ახლა რომ რა ხდება, რატომ რომელ წამალს ითხოვთ, თურმე არ ყოფილა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. უბრალოდ მინისტრი ბლოკავს ჩვენ მოთხოვნას და როგორმე უნდა მიაღწიოს იმას, რომ თავიდან აიცილოს წამლების მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და ამიტომ გააკეთა ეს ცრუ ინფორმაცია, განცხადება. რა თქმა უნდა, მას ფასზე აქვს, ყოველთვის ჰქონდა ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემა, როდესაც ჩვენ საუბრობდით შეხვედრის დროს, ამბობდა ამას ხაზს უსვამდა, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და უნდა კარგად დააფიქრდეს, რა შემოიტანოს თუ არა. და ეხლა შეფუთა ეს ლამაზად და სხვანაირად წარმოაჩინა საზოგადოება, რომ შეიყვანოს შეცდომაში. მედიკამენტები და არის აღიარებული იმას მიერ, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. ამ შემთხვევაში რამდენ მედიკამენტზეა საუბარი? ერთი რა საჭიროება დგას დღეს ბავშვებისთვის, რამდენი მედიკამენტი არის საჭირო, იმიტომ რომ ყველა პაციენტს სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პრეპარატი ესაჭიროება და თქვენი არგუმენტი ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე თუნდაც სამინისტროსთვის პრიორიტეტში შეიძლება უფრო მეტად ღირებულება ან ფინანსები იყოს, ვიდრე თავად წამალი. თუმცა თქვენთვის რა არის ეხლა ამ ეტაპზე მთავარი ჯანდაცვის მინისტრის აი გუშინდელი პრესკონფერენციიდან და მისი აი ამ არგუმენტებიდან გამომდინარე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გუშინ რა თქმა უნდა ბატონმა მინისტრამ მორიგი სიცრუით გამოვიდა და რატო გაბედა საერთოდ ეს გასაკვირია, მაგრამ არც გვიკვირს უკვე წელიწად ნახევარია ეს ადამიანი ესე იქცევა.
და გვიშორებს თავიდან ეს არის და რატომღაც ერთი წამლით შემოიფარგლება და არც დაასახელა ამ მედიკამენტის სახელი და ჩვენ აქ ერთ პრეპარატზე მარტო არის 4 პრეპარატი. ამერიკაში არის დამტკიცებული და ჩაშვებული უკვე ერთ-ერთ ჩვენს პაციენტს გაუკეთეს გენური თერაპია ელევიდისი. ბავშვი, რომელიც ერთ საფეხურზე ვერ ადიოდა, 9 სართულს ადის, არბის. და აქვს ძალიან მაგარი შედეგები დადო და ბავშვი გრძნობს ძალიან კარგად თავს. და ემაზე რო თქვა არა აქვს აღიარებული, ესეც მორიგი ტყუილია, იმიტომ რომ ემამ აღიარა ჯივინოსტატი და ვამოროლონი. ჩაშვებულია ევროპაში ეს პრეპარატი და ბავშვები იღებენ. იგივე მაგალითი ყავს იტალიაში პაციენტი ქართველი, ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან ეგენიც, იმყოფებიან იქ და მიიღო ამ ბავშვმა პრეპარატი ჯივინოსტატი და ძალიან კარგად გრძნობს თავს. ანუ ძალიან კაი შედეგები აქვს და კეთი ეს არის ის პრეპარატები, ახლა თქვენ დასახელებით, რასაც ჩვენს მაყურებელს აწოდეთ ინფორმაციას, რომელსაც იყენებს ევროპა, შეერთებული შტატები, სხვა ბევრი განვითარებული ქვეყანა, გარდა საქართველოს. რომელი პრეპარატი არის და თუ არის პრეპარატი, ახლა მე გუჩინა ინფორმაციებს რო ვიციებდი ამ თემასთან დაკავშირებით, არის მაგალითად ეგზონის პრეპარატი, თერაპია, რომელიც დამტკიცებულია როგორც FDA-ის მხრიდან, ასევე საქართველოს გასული წლის 25-ში ტურსტები დაარეგისტრირა. ანუ აქ პასუხი კითხვა არის ჩემი შემდეგი. თუ ეს პრეპარატი გარკვეული ბავშვებისთვის არის ერთ-ერთი გამოსავალი, ხო? და გადამრჩენელი. რატომ არ შეიძლება რომ გამოიყენებოდეს, მით უმეტეს, როცა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის ეს წამალი დარეგისტრირებული? აი ზუსტად იგივე კითხვა გაგვიჩნდა ჩვენ, რომ ხო დაარეგისტრირა ეს პრეპარატი და თუ არ იყო დარწმუნებული ამ პრეპარატების ეფექტურობაში არ საუბრობს? არა, ამაზეც არ საუბრობს. თუ დაარეგისტრირა, რატო არ გადაიხადა თანხა? ხომ არის ეს წამალი შესაძენი ამ ბავშვებისთვის? ჩვენი დრო არის დიუშენი არ იცდის საერთოდ ესეთი დაავადებაა. ეს დაავადება პირდაპირ მნიშვნელობით კლავს ამ ბავშვებს. იწირდა ჩვენი მინისტრი იწირავს ამ ბავშვებს. გერმანიაშიც არის პრეპარატი ვამოროლონი, გერმანიაში ყავს კიდე ერთი პაციენტი, რომელიც ქართველი ბავშვი, რომელიც იღებს ვამოროლონს, სტეროიდს, რომელსაც არ აქვს უკუჩვენებები და ჩვენ გვთავაზობს დავრჩეთ მშობლები ბედის ანაბარა მარტო დეფლაზაკორტზე. დეფლაზაკორტის მიღების მერე 1 წელია ჩემი შვილი დაიშალა. და ყველა ეგრე არის. დეფლაზაკორტს რო აქვს იგეთი უკუჩვენებები, ამ პრეპარატებს არ აქვს და საერთოდ ამ დაავადებაზე უარესი პრეპარატი არ არსებობს. ეს დაავადება არის საშინელება. და ჩვენ ვითხოვთ მოგვიტანოს, შემოიტანოს წამლები და გადაარჩინოს ჩვენ. ეს არის ამის მოვალეობა. ჩვენი ქვეყნის მოვალეობაა გადაარჩინოს ჩვენი შვილები. ჩვენ ერთი წამიც არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმიტომ რომ გვაქვს მართლა დამამტკიცებელი იმისა, რომ ეს წამლები არის ეფექტური და გადაარჩენ ჩვენ გადაავადებს და გადაარჩენ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ანუ არის ისეთი გამოცდილებაც, როცა აი თქვენც ახსენეთ ქართველი ბავშვები, რომლებიც მკურნალობას გადიან ევროპის ქვეყნებში, ეს საფრანგეთი იქნება, მათ შორის გერმანია იქნება. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება, ანუ სხვა ქვეყანაში მკურნალობის გამოცდილება და იქ რას გეუბნებიან? ჩვენ ამჟამადაც ჩემი შვილიშვილი იმყოფება საფრანგეთში. და ჩვენ იმედი გქონდა, რომ იქ მივიღებდით საფრანგეთს თავისი აქვს გენური თერაპია, გენეთონი, ასეთი სახელწოდებით, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ სამწუხაროდ ბინადრობის უფლება, 2 წელი არის უკვე და ვისაც ჰქონდა ბინადრობის უფლება და იყო საფრანგეთის მოქალაქე, 65 ბავშვი უკვე მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიიდან მთლიანად არ ვამბობ, მხოლოდ სტრასბურგიდან 65 ბავშვი უკვე არის კმაყოფილი, გაიკეთეს და მიიღეს ეს წამალი. იქ ახლა ჩვენ ჰორმონზე ვართ ამ წუთას, არაფერი ეს არ არის, სანამ არ მივიღებთ ბინადრობას. შედეგებს ისე ვერაფერს ვერ დავდებთ და ამის მერე გვაქვს იმედი, ან ვცდილობთ აქ მივიღოთ, გარდა იმისა, რაც გუშინ პრესკონფერენციიდან მოვისმინეთ, ხო, პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა, იმის მიღმა თუ რაიმე დაპირება ან შეხვედრის ინიციატივა ან მსგავსი თქვენთან ასოციაციასთან მშობლებთან თუ ყოფილა სამინისტროს მხრიდან? არასოდეს პირიქით იყო უფრო ჩაკეტილ სივრცეში ჩვენგან შორს და კომუნიკაცია რომ არ არის და ვერ არ ამყარებს ჩვენთან კომუნიკაციას, ესეც კიდე ერთი უბედურება არის.
არ მიაქვს გულთან ჩვენი ტკივილი. ასოციაციას რაიმე გზა აქვს გამოსავალზე, როდესაც ვსაუბრობთ ასოციაციაში, სადაც მშობლები, გაწევრიანებულები ხართ, ექსპერტები, ნევროლოგები, სხვადასხვა მიმართულებით, ხო? თუ რაიმე გამოსავალზე საუბრის დროს, აი რა სათხედავთ გამოსავალს? ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა თუ გახდება საჭირო და ამაზე თუ არის ფიქრი და ასე შემდეგ, ანუ რა არის გზა? ჩვენ ყველა გზას მივმართავთ, იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. თან ამ ადამიანმა გუშინ რაც იკადრა, ეს მოსალოდნელი იყო და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოვიდეს, რატო არ გვესაუბრება ღიად? ყველას წინ ღია დებატებზე მოვიდეს და ესე დაგველაპარაკოს. ეს სადაც უნდა იმ ეთერში რომ იბრძანდება და იქიდან რომ საუბროს, ეს მიუღებელია ჩვენთვის. საერთოდ რასაც ამბობს, ყველაფერი მიუღებელი, იმიტომ რომ არის ნამდვილად სიცრუე ეს ყველაფერი და წელიწად ნახევარი დაგვაკვარგინა და კიდევ აგრძელებს თავის იმით აშავებს ამ პრეპარატებს. ამ განმავლობაში რამდენი შეხვედრა გქონიათ ან მისი მხრიდან კონკრეტულად მინისტრის არის პირობითად სამინისტროს მხრიდან თუ ყოფილა რაიმე ინიციატივა შეხვედრის მათი მხრიდან მზაობა? 9 შეხვედრა შედგა. აი 9 შეხვედრა შედგა წელიწად ნახევრის განმავლობაში და პირველი დღიდან ხო თანხებზე საუბრობდა და როგორი ძვირია ეს პრეპარატი და ვითხოვთ პირველი შეხვედრიდან ვითხოვთ და ვერ მივახციეთ ამას რომ ამ ადამიანს და თავის გუნდს შეეკრათ მულტიდისციპლინური გუნდი. ანუ რას ნიშნავს ეს მულტიდისციპლინური გუნდი გვჭირდება იმისთვის რომ შეფასდეს ჩვენი ბავშვების მდგომარეობა. ბავშვი რომელიც ახლა შეიძლება ამ საღამოს დაიძინოს და მშობელს გონია რომ ეს ბავშვი აი არაფერი არ დაემართება, დილას შეიძლება ამ ბავშვმა გაიღვიძოს გულის უკმარისობის, სუნთის უკმარისობით და ეს ყველაფერი შეიძლება გამოგვეპაროს მშობელს, იმიტომ რომ კი უკვე იმ დონემდე მივედით მშობლები რომ ყველა ნახევარზე მეტი ექსპერტებად გახდნენ ჩვენი მშობლები იმ დონემდე შეისწავლეს და რაც ამ დიაგნოზთან შეხება გვაქვს და რაც ორგანიზაცია შექმნით, იმ დღიდან ყველა ვცდილობთ რომ რაღაც ინფორმაცია მოვიპოვოთ, სულ ვიყოთ ჩართულები. ჩვენი მშობლები დადიან საერთაშორისო შეხვედრებზე, საერთაშორისო იმებში ვართ გაწევრიანებული და რატომღაც ეს ადამიანი მაინც გვიპირისპირდება. გაეკეთებია ეს მულტიდისციპლინური, ამასაც ბევრი თანხა სჭირდებოდა. 3 მარტს ძალიან მიმძის ამაზე საუბარი და ბოდიში ჩემი ემოციების გამო 3 მარტს დავგრძალეთ ერთი პაციენტი 17 წლის ბავშვი. იმისი მშობელიც დედაც მამა ჩვენთან ერთად იდგნენ და იბრძოდნენ. ეს ბავშვიც იდგა ჩვენთან ერთად. და იმის მერე ერთი სიტყვით ერთი იმით არ გამოსულა ეს ადამიანი და ერთი წუხილი არ გამოუხატია, საერთოდ არ აინტერესებს ეს ბავშვები. საერთოდ არ ვაინტერესებთ. ზუსტად ის თქვა გუშინ, ამათზეო არ დავხარჯავო თანხაზო. აი ეს თქვა ამ ადამიანმა. დღეს ორგანიზაციაში, ანუ სტატისტიკურად, რამდენი ბავშვია დარეგისტრირებული ახლა ამ დაავადებით და რამდენად მზარდი არის? ანუ თქვენ ალბათ ყველაზე მეტად გაქვთ დაკვირვების საშუალება, ხო? თქვენ ორგანიზაციაში ერთიანდებიან ასეთ მშობლები. 100-მდე ბავშვი არის ახლა ჩვენთან ბრძოლაში ჩართული, რომ მიიღოს ეს მედიკამენტი და ყველას ჭირდება სხვადასხვა მედიკამენტი, ეს უკვე თქვით და აღნიშნეთ. ყველაზე ერთი არ მიდის, ანუ და რომელიც არის დარეგისტრირებული, იმაზეც ხო არ იღებს ხმას, თქვა საქართველოში რომელიც არის და ეს მედიკამენტი გადაარჩენს. მინდა აღვნიშნო ახლა ის მედიკამენტები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, თვითონ ქალბატონი ჩვენი ნერვოლოგი ნანა ტატიშვილი, ექიმი, მან გაგვიკეთა ეს განაცხადის ჩამონათვალი, რაზამლებიც უნდა მოგვეთხოვა და მოვითხოვეთ მინისტრთან და ეხლა რატომღაც იქაც არის გაჩნდა ესეთი სიტუაცია, რომ ქალბატონი ნანაც გამოვიდა გუშინ და ცოტა სხვანაირად ალაპარაკდა ამ მედიკამენტების მიმართ, რომელიც თვითონ გადააგზავნა ჯანდაცვის სამინისტროში წამლების ჩამონათვალი და რაღაც ისეთი შეიქმნა უკვე მშობლებს ისეთი დაბეჭდილება გვექნება, რომ თითქოს მინისტრმა საერთოდ უნდა დაბლოკოს სიტუაცია და საზოგადოებას ამცნოს, რომ აი ხედავთ ექიმიც ამბობს, რომ არ არის ეს წამალი ისეთი ეფექტური. სამწუხაროდ ეხლა ეს საჩუქარი რომ იყოს და ჩუქნიდეს სხვა სახელმწიფო ჩვენ ამ წამალს არც ეფექტიანობას და არც გვერდითი მოვლენებს არ გაითვალისწინებდნენ. შვენივრად შემოიტანდნენ. არის ასეთი წამლები შემოტანილი, ხო თქვა თუ ბაჩუქეს კიდეც უნდა გაიკეთო, არ არის პრობლემა, მაშინ ყველაფერი კარგად აქვს ამ წამალს.
ჰეპატიტზეც იყო ასეთი აჟიოტაჟი ხო თავიდან რომ არ არსებობდა და როცა საჩუქრად მიიღეს, მაშინ კარგი იყო უკვე და გაუკეთეს ხალხს. ყველას ერგო კარგად, ყველას შეერგო ეს სამალი, ყველას მოუხდა. თქვენი აი დღეიდან თქვენი ბრძოლა წამლის მისაღებად როგორ შეიძლება რომ ანუ ხედავდეთ გამოსავალი ახლა რა არის ანუ აქციების გაგრძელება იქნება ეს თუ რა ხერხით აპირებთ ბრძოლას რა თქმა უნდა ვიქნებით დღე და ღამე მშობლები სანამ წამალს არ დადებს ჯანდაცვა გარეთ 3 დღეა უკვე 24 საათიან რეჟიმში გადავედით შვილებს ეტლიან ბავშვებს და ბავშვები მისახედი რო გყავს ესეთი დედები ბავშვებს ტოვებთ სახლში და დგავართ ეტლიანათაც მოყავს ბავშვებიანად დავდივართ შოვლი იმიტომ რომ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და ყველაზე საშინელება ის არის რომ იმ დღეს პირველი დღეს რომ გადავწყვეტეთ აქციაზე მოვიტანეთ პუფები 3 პუფის გამო აჯანყდა მთელი პოლიცია და ასე რო იცავენ ამ პუფებს და იმებს რატო არ იცავენ ბავშვების უფლებებს ხო რატომ არის ამ ქვეყანაში ბავშვი ყველაზე ბოლო ადგილას აი ეს არის გასაკვირი როცა პრიორიტეტი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაზე მეტი რა უნდა იყოს და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ფეხძმე მშობელი იყო ერთი და ბალიშის შემოტანის უფლება არ მოგცეს აი იმ ტერიტორიაზე კანცელარიის ტერიტორიაზე არ მოგცეს ბალიშის და პლედის შემოტანა ეს არის სასაცილო დაგვრცინოდეს იქნება სოფლიო ესეთი რაღაცა არ ხდება არსად რაც აქ ხდება ჩვენს ქვეყანაში აბა ტურისტი შესულიყო თუ აუკრძალავდნენ იქ შესვლას ნებისმიერი ფორმით შესულიყო ტურისტი ეს ჩვენ დიდი მადლობა საუბრისთვის სტუმრობისთვის პირველ რიგში საქმიანდილაში და იმედი მაქვს რომ რაღაც გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება და რაღაცა შეთანხმებამდე მივა ორივე მხარე თუმცა BMG თავისთავად იქნება ის პლატფორმა სადაც ყოველთვის გექნებათ საშუალება რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც დაავადების ასევე თქვენი აი ამ სხვადასხვა მიმართულებით ბრძოლასთან დაკავშირებით რაც იქნება მადლობა სტუმრობისათვის ქეთი ეხვაია დიუშენის კუნთოვანი დისტროფის მქონე პაციენტის მშობელი და აზა თავაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფის მქონე პაციენტის ბებია იყვნენ საქმე ინდილას ეთერში